ემიგრაციის მარშრუტები. გამარჯობა, დღევანდელი გადაცემის თემაა ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობები. გადაცემას გაუძღობი მე ჟურნალისტი ია მახარაძე, პროექტის ავტორი ნანა ლომიძე, ხმის რეჟისორი თინათინა სამბაძე, მიმართულების პროდიუსერი ნათია არველაძე. მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში, შეგახსენებ ტელეფონის ნომრებს 240 91 92 240 92 92. გადაცემა ემიგრაციასა და ემიგრანტებზე. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს საღამოს 6-დან 7-მდე. საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ახალი ისტორია იწყება ჩვენი ქვეყნის მიერ თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ამ დღიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობები უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქვეყნის ურთიერთობებს. დღეს რომ თურქეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის ძლიერი მოკავშირე და ერთგული პარტნიორი სახელმწიფოა, არის წარმატებული კულტურული ურთიერთობების შედეგი. თურქული და ქართული კულტურა ბევრ ამას აერთიანებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა ფაქტია იმისა, როგორ გადადის ეს კულტურული ურთიერთობები ერთმანეთში. გადაცემის სტუმრები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველების საზღვრებს გარეთ დამფუძნებელი, ქართულ-თურქული მუსიკალური პროექტის ავტორი თეა თეთრაძე, თურქი და ქართველი მომღერლები ნურგუზელ ქესთანი და დათო კენჭიაშვილი, ჩვენ გვყავს ასევე ეთნიკური ქართული დიასპორის წარმომადგენელი ქალბატონი სეზენ გონჩენი, სალომე ბარამიძე. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მოდი თეა, თქვენი დავიწყოთ, რა მნიშვნელობა აქვს ამგვარ კულტურულ დიალოგს, როცა საუბარია ერთობლივ მუსიკალურ პროექტზე. რა პროექტზეა საუბარი? საიდან წამოვიდა ეს იდეა და საერთოდ როგორ შეიქმნა ეს მუსიკა? ერთობლივი ეთნომუსიკა. მოდი ასე ვთქვათ. მოგესალმებით. პირველ რიგში ამ პროექტზე დიდი ხანი იყო საუბარი და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყნები და გარდა ვთქვათ ის ეკონომიური და სავაჭრო ურთიერთობებისა, რაც ჩვენ გვაკავშირებს თურქეთთან, ასევე მე მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებელია კულტურული ურთიერთობებიც, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იცით, იქ უდიდესი დიასპორაა ჩვენი ქართული. იდეის ავტორი თვითონ გახლავთ ქალბატონი ნურგუზელი და დათო. ესენი დაუკავშირდნენ ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით, დიახ, იმიტომ რომ ნურგუზელი უსმენდა დათოს სიმღერებს, ძალიან მოწონდა და შეთავაზეს ერთმანეთს, რომ გაკეთებულიყო დუეტი, ერთ-ერთი ქართული. დიახ, YouTube-დან და Facebook-ით დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ნუ ამის შემდეგ მე დამიკავშირდნენ და აი რაღაცნაირად უკვე უყარეთ საფუძველი. ნურგუზელი ჩამობრძანდა საქართველოში, ჩაიწერა დათკენჭეშვილის სტუდიაში ეს სიმღერა. კლიპის მონტაჟი მიმდინარეობს, უბრალოდ ძალიან შეზღუდული ვადები გვაქვს და ვერ ვასწრებდით. სრულად არ არის ეს კლიპი დამთავრებული. სრულად არ არის ჯერჯერობით დამთავრებული, დიახ, იმიტომ რომ სულ რაღაც 2 კვირაა რაც ამაზე ვმუშაობთ. და დათოს გრაფიკის გამო აი ვერ ვასწრებთ ამ ყველაფერს და მე ძალიან მიხარია რომ აი ამას ბოლო-ბოლო ჩაეყარა საფუძველი და ეს იქნება დასაწყისი სამომავლოდ ძალიან დიდი ურთიერთობების და ძალიან ბევრი პროექტების. ჩვენ ასევე ვგეგმავთ რომ თურქული სიმღერას გაკეთდეს ქართულ-თურქული ინტერპრეტაციით და ეს არის ქართული სიმღერა, თურქული. ეს გახლავთ ქართული ხალხური სიმღერა ჯეირანი. ახალი ინტერპრეტაციით ქართულ-თურქული დუეტი. მოდი დათო, ვისაუბროთ იმის შესახებ, რატომ ავირჩიეთ ეს სიმღერა ჯეირანი და საერთოდ როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება თურქ მომღერალთან და რა საერთო ძაფები გაიბა თქვენსა და ნურგუზელს შორის, როგორ მოხდა ეს მუსიკალური დაკავშირება, საინტერესოა და როგორ გაჩნდა სიმპათიები ამ თემაზე. მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. და ვინც გვისმენს და ვინც უყურებს გადაცემას, ძალიან უცნაური იყო ჩვენი ერთმანეთთან დაკავშირება. ეს შენიერი ქალბატონი არის თურქეთიდან, კონკრეტულად ანკარადან და
თურმე აღმოჩნდა გაირკვა ის რომ ძალიან უყვარს ჩემს მიერ შესრულებული სიმღერები და აქედან დამიკავშირდა ნუ მე ბუნებრივია არ ვიცოდი ის თუ მუსიკოსი იყო მხოლოდ მაშინ მივხვდი იმას როდესაც Skype-ით დაუკავშირდით ერთმანეთს მე ბუნებრივია არ მესმოდა ენა არჭირდება მუსიკას ამბობენ თურმე აღმოჩნდა რომ ენა არ დაჭერდა ამ ყველაფერს და Skype-ის მეშვეობით რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს შევასწავლეთ ეს მშვენიერი სიმღერა ხელების ქნევით იყო თუ სახის გამომეტყველებით და ანუ აი ამ წვრილმანებით გამოიღო შედეგი მაიჩია სიმღერა თუ თქვენ შეთავაზეთ მე ავირჩიე გამომდინარე იქიდან რომ ამ სიმღერა ზოგადად აქ ისეთი ისტორია რომ გაყიდულ ტყვეზე აქ, გაყიდულ გოგონაზე აქ საუბარი. ანუ ეს უკავშირდება ჩვენს ისტორიას, რომელიც უკეთან გვაკავშირებს. კი, ზუსტად მაგ თემატიკის გამო ავირჩიე ეს სიმღერა და ნუ გამოდის რომ დაბრუნდა ისე საკუთარ ფესვებში, ასე ვთქვათ, დაგვიბრუნდა და ნუ ესე ნურგუზელმა იცოდა ჩვენი ისტორია ამ თვალსაზრისით. არა მგონია, ვფიქრობ. ძალიან ბევრმა თანამედროვე თურქმა არ იცის, როგორც ვიცი, ეს კავშირები. და ჩვენ ეხლა ერთ-ერთი და რაით საერთოდ უფლობდა ამის შესახებ ინფორმაციას? ბოდიშით? უფლობდა ამის შესახებ ინფორმაციას. ამ კონკრეტულად ამ ისტორიულ პროცესებზე ზოგადად და საიდან შეიქმნა ეს? გარკვეული ისტორიები, ნუ ბუნებრივია ვიცი რომ იცის და ძალიან ბევრი რამით ინტერესდება ჩვენი კულტურით. თუნდაც მოდი ესე ვთქვათ, როდესაც სტუდიაში წერდით ამ სიმღერას, ყავდა მოყვანილი საკრავზე ლევანი ოძელაშვილი, მოკლედ ესეთი უნიკალური დუდუკის შემსრულებელი და ამ დუდუკმა რო დაიწყო დაკვრა, რა ვიცი, თეატრი იყო ალბათ დამეთანხმება, ძალიან დიდი ხანი ვაწყნარებდით, იმიტომ რომ კანკალებდა და ცრემლებს დიოდა და მე ვფიქრე რომ რაღაც დაემართა ამ ადამიანს თურმე, აი ამ გერებმა ძალიან მოხიბლა და მოაჯადოვა და ნუ ამის შემდეგ ისე უფრო გამდიდრდა და უფრო დაიხვეწა ეს ჩვენი ნამუშევარი ასე ვთქვათ. ნურგუზელს ვკითხოთ, თეა დაგვეხმარება თარგმანში. ნურგუზელ რატომ მოიხიბლე დათო სიმღერებით და რატომ შეარჩიე ეთნოსტილი ქართული, რატომ მაინც და მაინც ხალხური ინტერპრეტაციით? Dedim folklorunuzı seçtiniz. Gürcü folklorunuzu neden seçtiniz ve özellikle Dato'ya neden seçtiniz? Rame mgzawseba xom ar dainaxa turku benziyor mu yani Gürcü folkloru veya Türk folkloru birbirinize bir? Zaten Türkiye'de benim yaşadığım bölge Gürcülerle aynı kültürü zaman zaman yaşayan bir bölgede yaşıyorum ben. Türkçe romeli კუთხიდანაც არის ნურგუზელი ძალიან ბევრი ქართველები ცხოვრობენ, ანუ ქართული ეთნოსი დასახლებული. რომელი კუთხე? Ordu, Trabzon'tan ახლოს. Gürcistan kendi kültürünü her şeyle koruyan ve yaşayabilen bir ülke. საქართველოს ძალიან დიდარი კულტურა აქვს ყველა სფეროშია. Müzik kültürünün en büyük parçası ve bu Gürcistan'da enstrümantal olarak ve ses olarak herkes sanatçı gibi zaten. საქართველოში ყველა მომღერალიაო და ყველას აქვს აი ამ ულამაზესი ტკბილი სიმღერის ნიჭიო. Dato'nun sesini yani Dato'yla şarkı yapmak istememin sebebi de Dato kalbinden gelen bir sesle söylüyor. გამომდინარე იქიდან დათო რატომ ავირჩიე? დათო სხვანაირად მღერის, ჩემთვის ქართულ სიმღერასო, გულიდან მღერისო. Büyülü bir sesi var. საოცარი ხმა აქვს. და განსაკუთრებით რა მოსწონს ჩვენს მუსიკაში? Özellikle müziğimizde ne beğendiniz? რატომ დაიწყო ქართული სიმღერის შესრულება? თურქული ინტერპრეტაციით გულისხმობ აქვს თურქული ეთნიკური საკრავი, ხალხური მუსიკალური საკრავი, ხო? რა ქვია ამ საკრავს? ეს გახლავთ საზი, თურქული საკრავი და აი ამ პროექტის მიზანი სწორედ ჩვენს მაყურებლებს. დიახ. ეს გახლავთ თურქული ფოლკლორული საკრავი, რომელიც ძალიან პოპულარულია თურქეთში. ანუ როგორ ახსნით, გზავსია ეს ფანდურის, თქვათ, დიახ, და სწორედ ეს იყო ამ პროექტის მთავარი მიზანი და საინტერესო, რომ აქ იყო თურქულ-ქართული ფოლკლორი შეწყმული, ანუ აი ამ
ინსტრუმენტით, ძალიან დიდ როლს თამაშობს ეს ინსტრუმენტი ამ სიმღერაში. საინტერესოა, ნურგუზელმა იცოდა თუ არა, ვიდრე დაუკავშირდებოდა დათოს ქართული დიასპორიდან, აი ამ სიმღერების შესახებ, ცეკვების შესახებ, ვინაიდან როგორც ვიცით, თია, მათ ჩამოყალიბებული აქვთ უკვე წრებია, სწორედ ქართული სიმღერის წრეები, სკოლები, ჩვენს დიასპორის წარმომადგენლებს, ეს უკვე საუკუნეებია და სწორედ ამან გადაარჩინა ჩვენი ქართველობა იქ, რომ საკუთარი მეხსიერება არ დაეკარგათ. იაკო, როგორც მოგეხსენება, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზეც ადრე, დათო 2 წლის წინ გვყავდა მიწვეული თურქეთში, სტამბულში გაიმართა დიდი კონცერტი, რის შემდეგაც ჩვენ ანკარაში ჩავფრინდით, ანკარის ტელევიზიაში და ეს ტელევიზია უშუალოდ ემსახურება თურქეთში მცხოვრების სხვადასხვა ერების კულტურას, ასე რომ ვთქვათ. და ნაწილობრივ დათო, რა თქმა უნდა, იმ ტელევიზიიდან და იმ კონცერტიდან და ჩვენი ქართული დიასპორიდან არის ცნობილი თურქეთში და საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. და გარდა ამისა, ეს ტელევიზია, ჩვენ სადაც ვიყავით მისული, მე და დათო, მან გააკეთა ძალიან დიდი ფილმი კავკასიის ქარი, რომელიც მოუთხრობს საქართველოს სრულად ისტორიას და კულტურას და აქედან დიახ ელიზბარ ციმნარიძის დახმარებით ელიზბარის პროექტი იყო ეს და უხმესი მადლობა მას მართლა ამ შესანიშნავი ფილმის გადაღებისთვის და იქ ერთ-ერთ სერიაში დათოც გახლავთ და ნუ აი აქედან ქალბატონი ახლოს გაეცნო უფრო ჩვენს კულტურას, ჩვენს თოთეს მუსიკალურ ფოლკლორს და აქედან მე გაჩნდა სურვილი და დაუკავშირდა თვითონვე დათოს. საინტერესოა, ნურგუზელი თუ იცნობს სხვა ჟანრის მუსიკას, ჩვენთან სხვა მიმართულებებს, იმიტომ რომ სხვადასხვა კუთხეში ჩვენ უნიკალური ფოლკლორული, ასე ვთქვათ, ღირებულების შედევრები გვაქვს, არა მარტო ერთი მიმართულებით. იცით რა არის, გამომდინარე იქიდან რომ ქალბატონი თვითონ უშუალოდ ფოლკლორისტია, ძირითადი აქცენტი დიახ, მაინც ფოლკლორზე აქვს გადატანილი და დიახ, რა თქმა უნდა და შეძლებს და გვარად ჩვენ მეც დათოც ვასწავლეთ აი ამ კულტურას ნელ-ნელა, რაც აქ არის ქალბატონი ვცდილობთ რა ინტერნეტის საშუალებით აუხსნათ, ვასწავლოთ რა არის, როგორ არის ჩვენი ხო, თქვა აი ეს შვიდხმიანი სიმღერები, რაც ნუ ეს გურული კლიმანჭული, რაც არ ვიცი მე ვესაუცრება ალბათ და რა ვიცი, ნელ-ნელა თვითონაც ინტერესდება და ეცნობა ყველაფერს. მე მინდა თუ არის შესაძლებლობა თუ აქვს ჩვენს მომღერლებს რომ ექსპრომტად შეასრულონ ეს სიმღერა, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, მე მინდა მსმენელებს და მაყურებლებს განვმარტო რომ ეს კლიპად იქნება, ხო? დათო მოდი 2-ოდე სიტყვით ვთქვა და მე უკვე ექსპრომტად იქნებ შეგვისრულოთ ეს სიმღერა და მე რას აპირებთ საინტერესოა რამდენად კლიპად კეთდება კი სავარაუდოდ დღეს ან ხვალ მაქსიმუმ თავდება კლიპის მონტაჟი. საკმაოდ ისეთი კარგი ემოციური კლიპი გამოდის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ შეუყვარდება, ძალიან ბევრი დადებითად განეწყვება ამ ყველაფრის მიმართ, აი ამ ესე ვთქვათ, კარგი შენაზავით და იქნებ თხოვთ ნურგუზელს დაგვეხმაროს საკუთარი რამდენად შეუძლებს ნამდვილად არ ვიცი გამომდინარე იქიდან რომ ცოტა სიცხეც ვარ მაგრამ დავიწყოთ ბიშარკ შეიძლება ლირმასანას რიჯამოს ვარ
არაჩვეულებრივი იყო, იშვიათად მინახავს ორი ქვეყნის ეთნოკულტურა, ესე ახლოს იყოს. ფიქრობ ჩვენი წინაპრები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ საუკუნეების შემდეგ ერთობლივად შეიქმნებოდა ამ თემაზე. სიმღერა, თექნებ თქვენ კომენტარი გააკეთოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი კავშირი განსაკუთრებით, როცა ჩვენ ისტორია გვაკავშირებს ამ ქვეყანასთან და როგორ შეიძლება განვითარდეს ამგვარი მუსიკალური რა თქმა უნდა, და ვფიქრობ პრეცედენტია, ხო? პირველი, როცა ეს არის პირველი მუსიკალური პროექტი და ეთნოელემენტებია შესაძლებელი. დიახ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც თურქეთისთვის, ასევე საქართველოსთვის, იმიტომ რომ მოგეხსენება თურქეთში უამრავი ძველი ქართველი ცხოვრობს, ჩვენი დიასპორა და საკმაოდ ძლიერი დიასპორა გვყავს და ვიცი ეს სიარჩაივლის ალბათ ძალიან დიდ აფეთქებას ველოდებით. სიყვარულით მღერის ამ სიმღერას შესაძლებელია ძველი წინაპარი ქართველი იყო რაღაცა სისხლი იყოს ქართული და თქვენ რა სიტყვით? არ ვიცი, სავარაუდოდ შეიძლება. ადრე იყო ესეთი. ყველაფერი შესაძლებელია, დიახ. ადრე ომით ვცდილობდით, მაგრამ ეხლა ალბათ მუსიკით და სიყვარულით. დავამეგობრებთ ამ ორ ერს. ნურგზელს მინდა ვკითხო, იცის ჩვენი ქართული კულტურული ძეგლების შესახებ, აი თუ სმენია ტაოკლარჯეთის მაგ საკითხთან დაკავშირებით თეა გაცილებით კომპეტენტურია. იქნებ ნურგზელმა გვეთქოს თავად. Bizim kültürümüzde bizim tarihlerinizde haberleriniz var mı? Biliyor musunuz? Şeyler. Geyviti. თუ მე ვიცი რომ თეა ძალიან ისე აქტიურად დაატარებდა ყველგან ტურისტები, ყავდა ზედაზენში თეა. ზედაზენში მცხეთაში ვიყავით და ძალიან აღფრთოვანი და ჩვენი ეკლესიებით ამას მინდა ხაზი გაუსვა და მე ვთხოვა რომ წამიყვანე კიდე ეკლესიაში, რაღაცნაირად შვიდად გრძნობ თავს და რა ვიცი, ძალიან შეუყვარდა აქაური, არა მხოლოდ თქვა სიმღერა, არამედ აი ზოგადად ურთიერთობები, საკვები და ზოგადად ქალაქი და რაღაც აი თავისიანად მიიჩნევს თითქოს აი ამ ყველაფერს ძალიან ახლო, სულიერად არის ახლოს საქართველოსთან და ქართულ კულტურასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და აპირებს ნურგზელი გაგრძელებას ამგვარი მუსიკალური პროექტების რა აქვთ საომავლოდ და თვაი თქვენ რა სიტყვით? ჯერ ალბათ უფრო კონკრეტულად გამახვილებული გვაქვს ყურადღება აი ამ კომპოზიციაზე და აი ამის ასე ვთქვათ, კარგად შეფუთვაზე და შემდეგ ჩვენ თვითონ შევხედოთ, ალბათ გვიჩვენებს მდგომარეობა. რამდენად კრიტიკული იქნება თქვენს მიმართებაში მუსიკალური საზოგადოება, როგორ მიიღებს თურქეთში და საქართველოში? ამისთვის მზად ხართ? კრიტიკისთვის, ბუნებრივია ყოველთვის მზად ვარ. ჯანსაღი კრიტიკას ასიამოვნოც არის. ბუნებრივია, ახლა ზოგ შეიძლება. მაგრამ თავარია რომ ორი ქვეყნის კულტურის რა თქმა უნდა, ეს უფრო ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მორიგი ადამიანის კრიტიკა, ჩემთვის პრინციპში უფრო ნაკლებად საინტერესო ვიდრე ეს. მე ხელოვანი ვარ, მე ესე აღვიქვავ. ზოგს ეს მოსწონს, ზოგს ეს არ მოსწონს გემოვნებაზე. ეხლა ნურგზელს როგორც ხელოვანს ქონია სხვა კავშირები, სხვა ქვეყნის მუსიკოსებთან ამგვარი? ნურგზელი გახლავთ ანკარაში ერთ-ერთი უძლიერესი, ყველაზე დიდი ფოლკლორული სკოლის წამყვანი პედაგოგი და საკმაოდ სერიოზული დამუშევრები აქვს. ანუ აი თურქული სიმღერებიდან გამომდინარე ხას უსმევ საუკეთესო სიმღერების ინტერპრეტაცია აქვს გაკეთებული და აი იმ სფეროში, სადაც რომელსაც ქვია თურქული ელიტა, იქ ძალიან დაფასებული და საინტერესო. ზოგადად ეთნომუსიკა ძალიან დაფასდა მსოფლიოში ამ თვალსაზრისით და ვფიქრობ შესაძლებელია ნურგზელიმა ახალი ელემენტებიც შეიტანოს. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად. რას ფიქრობს ნურგზელი ამის შესახებ? შეიძლება ორი სიტყვით რომ გითხრას. Yani folklor yeni gibi yapmak düşünüyor musunuz? Yani Gürcü folklorun başka bir şarkıları veya Türk şarkıları yeni bir şekilde yapmak düşünebilir misiniz? Evet. Türkçe. Ki ვფიქრობ რომ აუცილებლად გავაგრძელებ ამ თემაზე მუშაობას.
ვიდა ჩვენი ქართული დიასპორის წარმომადგენელს ვკითხო, ქალბატონო სალომე ბარამძეს, მე ქართულად დავასახელებ, კისი თურქული სახელი და გვარია სეზან გონჩენი. ქალბატონო სალომეს ჩვენ სხვა გადაცემაშიც ვისაუბრეთ ამის შესახებ, აქვს ჩამოყალიბებული ქართული კულტურის სახლი, ზრუნავს საქართველოს პოპულარიზებაზე და ეს როგორც აღნიშნეთ, გადაცემის დასაწყისში წარმოდგენილია კულტურის სახით, რა ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა ამისთვის ქალბატონ სალომეს. რას ფიქრობთ, რა არის მნიშვნელოვანი დღეს 21 საუკუნეში კულტურული კავშირების თვალსაზრისით ორ ქვეყანას რამდენად აკავშირებს, როცა თურქეთი უკვე ჩვენი სტრატეგიული მეზობელია ამ თვალსაზრისით? რა გავლენა შეიძლება სწორედ თქვენმა დიასპორამ იქონიოს? კულტურული არასები, კულტურულ პროჟელერი და ამდენი yapabilir. Ne kadar önemli yani. İki komşu ülke olmamız itibariyle kültürlerimizde benzerlikler bulunmaktadır. Bunlarla ilgili projelere de sıcak bakıyoruz. Გამდინარეკიდან რომ ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყნები და რაღაც კულტურული თუ თქვათ რაღაცა ურთიერთობები ძალიან გავს ერთმანეთს ქართულ-თურქული. Dato Genceaşvili geçen sene Gürcü Kültür Merkezi'nin de davetlisi olarak Dato Genceaşvili სიამოვნებით მოვიწვიეთ 2 წლის წინ İstanbulში და ჩავატარეთ კონცერტი. Türkiye'de çok sevilen, sayılan sanatçılardan çok dinleniyor. თურქეთში ძალიან დაფასებული და საყვარელი მომღერალია და ძალიან ბევრი ძველი ქართველი უსმენს მის სიმღერებს. Nurgüzel Hanım da Türkiye'de çok sevilen, sesiyle ve sazıyla çok sevilen sanatçılarımızdandır. İkisinin böyle bir projede bulunmasına biz çok sevindik. Nurgüzelis ძალიან დაფასებული და საყვარელი მომღერალია თურქებისთვის თავისი აი ამ არაჩვეულებრივი საკრავით, რომელზეც უკრავს მართლა ძალიან არაჩვეულებრივად და ეს ორია ესეთი მომღერლის დაკავშირება და ურთიერთკავშირები, რა თქმა უნდა, თურქეთისთვის და განსაკუთრებით ქართული დიასპორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. Böyle bir projede yer alırken bundan sonraki projelerde de birlikte çalışmalarını istiyoruz. Gerçekten ben klibi erken seyretme şansına sahip oldum. Gerçekten görüntülerde çok güzeldi, sesleri de çok uymuştu. Bundan sonrasını da bekliyoruz biz. მე ვფიქრობ ეს პირველი პროექტი არის ძალიან წარმატებულიო. მე მქონდა ბედნიერება რომ რაღაც ნაწყვეტებისთვის მომეკრა თვალი და აღფრთოვანებული ვარო და ალბათ ეს პროექტი იქნება პირველი პროექტი და რომელსაც მოყვება შემდეგ უამრავი პროექტები ქართულ-თურქული კულტურულ ურთიერთობებში. დათო, თქვენ ხშირად მოგზაურობთ თურქეთში და ხვდებით ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. რას ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ამგვარ კავშირებს, თქვენ კავშირებთ სიქაურ დიასპორასთან და რა შეიძლება მათ გააკეთონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის? და ეს არის ფიქრობ საფუძველი ამ კომპოზიციის შექმნისა. კი, ზუსტად მაგიტომაც გავაკეთეთ ეს პროექტი, რომ მართლა ძალიან დიდ როლს ითამაშებს თუნდაც იქაური ქართველებისათვის, რომ კიდევ აღიქვან ის საქართველო, რაც არის რეალურად, რაც იქნება და რაც ძალიან დააკავშირებს ისე თავიანთ რეალურ სამშობლოსთან. მაგრამ გარდა ამისა, თურქული კულტურაც ბუნებრივია ამის შესახებ გაიგებს და ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, პროექტით წარდგებით. დათო, ჩვენ ხშირად თურქული იმის წინაშე, საზოგადოების წინაშე. დათო, ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ამ ფრაზას, რომ იქ ქართველებმა საუკუნეების წინ ნებსით უნებლიეთ, რასაკვირველია, ჩაიტანეს ქართული კულტურა, განსაკუთრებით ქართულ სიმღერა და ცეკვა, რაც ჩვენი იდენტობის მაჩვენებელია ენასთან ერთად. თქვენ რას ფიქრობთ? რა ნახეთ იქ უნიკალური ამ
ამ თვალსაზრისით და რა სახია კი ქართულ დიასპორას ამ მხრივ? რა ნახეთ ის რაც ჩვენ დავკარგეთ თუნდაც ქართულ ხალხურ მუსიკაში ხშირად ახალთაობასაც საყვედურობენ ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტის დაკარგვისთვის. აი რას ფიქრობთ თქვენ? რა დაინახეთ ესეთი უნიკალური? ჩემთვის მაგალითად უნიკალური ის იყო თუნდაც რომ არიან ადამიანები მე ზუსტად არ მახსოვს სახელი და გვარი რომლებიც აკეთებენ ქართულ საქმეს და ისე გამოსდით ეს მე ცოტა არ იყოს გაოგნებული დავხვდე ხე ჩემთვის ეს არის ძალიან უნიკალური ვფიქრობ რომ არაფერი აღარ აკლდება ამით ჩვენს კულტურას იმიტომ რომ იქიდანაც თვითონ იმ ადგილიდანაც ძლიერდება და ნუ ბუნებრივი აქედანაც და ძალიან ერთი ძალიან ერთმუშტად შეკრული ის ყვა კულტურა რა მე ყოველ შემთხვევაში ესე დავინახე იმიტომ რომ არაერთი ადამიანია სხვათა შორის ქართულ სიმღერას მღერის ფანდურის თანხლები თქვენ წარმოედგინეთ თურქეთში ეს ჩემთვის უნიკალური აი როგორ ფიქრობთ შეიძლება ამ თურქულ ინსტრუმენტთან შევაზავოთ სხვა ქართული ინსტრუმენტები როგორ წარმოგიდგენიათ კიდე სხვა ინტერპრეტაციები საკრავების თვალსაზრისით მაგალითად შეთანხმება შეიძლება გამოვიდეს მაგალითად ახლა აი ამ პროექტში ჩვენი ქართული ინსტრუმენტებიდან ფიგურირებს დუდუკი ფიგურირებს ფანდური ფიგურირებს გარმონი თუშური და ნუ სხვა დანარჩენი ინგრედიენტები, რასაც ნუ უკვე მე არანჟირების დროს ვაკეთებ. სხვათა შორის არის ძალიან კარგი. და მე ვფიქრობ, აი უენო სალამური გვაქვს ჩვენს ქართველებს, გვაქვს ჩვეულებრივი სალამური, გვაქვს უენო სალამური. უენო სალამური ჩემი აზრით მალამოსავი დაედება ამ ინსტრუმენტს. არ ვიცი რატომღაც ესე ვფიქრობ. მე საერთოდ ზოგადად მიყვარს ძალიან ექსპერიმენტების კეთება და ეს ერთგვარი კიდევ წარმატებული ექსპერიმენტია ჩემთვის და ძალიან მიხარია. და თქვენ ამბობდით რომ ნურგუზელმა ტირილის კი დაიწყო როცა სალამურის ხმა გაიგო დუდუკის გაკეთებად ხო აი თეატრიკ იყო და რაღაც პატარა დუბლი ქონა ჩასაწერი და აი ამ ტირილის შემდეგ შევიდა და აი პირველივე დაკვრაცა ჩაწერა და ამზან დაკავშირებით ნურგუზელს მინდა ვკითხოთ აპირებენ თურქული სიმღერის ინტერპრეტირებას და როგორ წარმოგეგმებია უბრალოდ როგორ წარმოუდგენია ქართული საკრავების ჩართვა თურქულ სიმღერაში რამდენად აი şarkıların Gürcüce duetleri yapmak ve Türk şarkıların içinde Gürcü ya garmoni, panduri, duduki. Siz nasıl düşünüyorsunuz? Güzel ve faydalı. Yani faydalı bir şey çıkar. ეს იქნება თანამედროვე მუსიკაში ჩართულობა, რომელსაც დღეს ჩვენ თანამედროვე ეს ფოლკლორი იქნება, რა თქმა უნდა, თუმცა მორეცხული რომ შესაძლოა დღეს აქტუალურია და თავარია იყოს ეს ხარისხი და არა ხშირ შემთხვევაში ეს პატარა მუსიკოსი ერევათ ხოლმე ერთმანეთში რაღაც გარკვეული ჟანრები, მაგრამ ნუ ძირითადში ეს შეიძლება ძალიან გენიალური და კარგი გამოვიდეს თუნდაც თანამედროვე მუსიკასთან. ნუ ბამბერი მინახავს ყოველ შემთხვევაში, არა საქართველოს საზღვარგარეთ, მაგრამ ეს ინსტრუმენტი კონკრეტულად მინახავს რაღაც როკ ბენდთან ერთად. და ძალიან მომეწონა. Siz ne düşünüyorsunuz bu konuda? Yani Türk şarkıya ters, Gürcüce yapsak ve Gürcü panduri garmoni eklese. Çok güzel olur. Biz zaten Türkiye'de garmon yani akordeon kullanıyoruz. Salamuri bizde de akordeon siseda çıkmarobt da vukravt ano akordeonu çtobili amatus. Ben Gürcistan'da kullanılan salamuri ve onun gibi üflemeli birçok çalgıyı zaten kullanıyoruz. Salamuri skavsi çasaberi instrumentleri ჩვენს გვაქვს თურქეთში და უცხოარ არის ჩემთვის. Çok şarkı var beraber enstrümanları birleştirip beraber okuyabileceğimiz çok parça var. Აი ამ შერეული ინსტრუმენტებით არაჩვეულებრივ შეგვიძლია უამრავი სიმღერის გაკეთება, როგორც თურქული, ასევე ქართული. და თუ რაც ფიქრობთ და იგივე შემიძლია ვკითხო ნურგუზელს რა ახალი ინტერპრეტაციას თავაზობთ თქვენ მუსიკალურ საზოგადოებას ამით? რა არის ეს ინოვაცია, აი რა შეიძლება ვუწოდოთ ამ ინოვაციურ მუსიკას? აი ხლა კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით კონკრეტულ პროექტთან ნუ ბუნებრივია ეს ახალია, ესეთი რამე ჯერ საქართველოში არ გაკეთებულა, რაც მე ძალიან მიხარია და ნუ კიდევ გარკვეული ამ ადამიანების კუთხის ინსტრუმენტებიც გვინდა გამოვიყენოთ და რაღაც კიდევ დიდი ლამაზი პროექტი გავაკეთოთ. მე ჩემი აზრით
ახალია ძალიან და ყოველთვის თუ არა მისაღები, უმეტესი ადამიანისთვის ეს მისაღებია ჩვეულებრივად. კარგია. ჩემთვის ხომ არა ჯანსაღია. გვაქვს საომავლოდ ნურგუზელსაც ვკითხოთ, ჩართოთ იგივე ქართველი მუსიკოსები, ხალხური ინსტრუმენტების შემსრულებლები და იგივე ნურგუზელს თურქეთის მხრიდან ეს ფიქრობ უფრო მეტი განვითარება ექნება. არა მარტო ქართველი, თურქი მომღერლებიც რა თქმა უნდა, ინსტრუმენტის თვალსაზრისით. კი, ეს მასშტაბურ ხასიათს მიიღებს აუცილებლად. ამაზე უბრალოდ, ბუნებრივია შრომატევადია ამ თემასთან მუშაობა, მაგრამ ჩვენ გეგმავთ კი ქართველ მუსიკოსებს, თურქ მუსიკოსებს შორის გავაკეთოთ ერთი ძალიან დიდი თაიგული, ასე ვთქვა და შევაზავოთ ეს და ზუსტად ვიცი, მე დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ძალიან კარგი და ხარისხიანი პროექტი გამოვა. და ამის შესახებ თუ იცის ჩვენთან მუსიკალურმა საზოგადოებამ არაფერი არ იცის, სანამ სისრულეში არ მოვიყვანთ, ბუნებრივია, ეს ცოტა ისეთი სპეციფიკაა. ნურგუზელი როგორ აპირებს ამ მუსიკის გატანას თურქეთში? კი, რა თქმა უნდა, თურქეთში გავა ეს პროექტი, გასწორებულად ტელევიზიებში, ალბათ მოგვიწევს მეც და დათოსაც წასვლა და იქ პრეზენტაციის ჩატარებაც ალბათ შეხვედრა ქართულ დიასპორასთან და გეგმავთ ძალიან ბევრი დიდ რამეს ნახოთ. ნურგუზელს კითხოთ, რას ფიქრობს თანამედროვე ქართველებზე, ჩვენ ისტორიულ ქართველებზე ვეკითხებოდით გადაცემის დასაწყისში. როგორია მისთვის თანამედროვე საქართველო? Gürcistan'ın yani tarihe kültürüne harcı. Şimdiki Gürcistan'ı nasıl beğeniyorsunuz? Ne düşünüyorsunuz Gürcülerin hakkında? Gürcüler hakkında ne düşünüyorum? Bana göre bir milletin ayakta kalabilmesi için en önemli özelliği kültürüne sahip çıkması. Ჩემი აზრით ნებისმიერი ერისთვის ფეხზე მყარადგომა პირველი მაინც კულტურაა, რომლითაც მას შეუძლია შეინარჩუნოს ადგილი სოფლიოში. Gürcistan benim gözümde çok büyük bir ülke. Gürcüler de çok değerli, çok önemli insanlar. Ჩემ თვალში მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ერად მივიჩნევ ქართველებს, ასეთი პატარები და ასე მყარად რომ დგახართ ფეხზე. Კონკრეტულად ყველაზე მეტად რა მოსწონს? Özellikle ne beğeniyorsunuz Gürcistan'da? Gürcistan'da? Tarihi yerler, tarihi mimarlara verilen değerler çok güzel, bozulmamış. ისტორიული ადგილები ძველი თუნდაც ის თბილისი, რაც მართლა აღფრთოვანებული იყო, შესაძ ვასეირნებდით. არის მისთვის განსხვავება იქ მცხოვრებ ქართულ დიასპორასა და აქაურ ქართველებს შორის? ძალიან კარგად იცნობს მის გვერდზე ცხოვრობენ. კი, არა, ზოგადად რა თქმა უნდა არის თავისთავად. თავად თუ ხედავს ამ განსხვავებას, საინტერესოა. Yani oradaki yaşayan Gürcülerin ve buradaki yaşayan Gürcülerin arası fark var tabii ki. Değil mi? Fark var ama benzerlikler de var. Aki განსხვავებაც არის და მსგავსებაც. რა თქმა უნდა. ტრადიციების და დიახაი ტრადიციების და ადათების მიხედვით გვაქვს რა თქმა უნდა სხვაობა, მაგრამ აი ეს რაღაც მენტალიტეტი, რომელიც ასიმილაცია განიცადა თურქეთში, რა თქმა უნდა იქ უკვე განსხვავებაა ჩვენსა და ამ შემთხვევაში საომეზია, საუბარი პატაური სიტყვის თქმა მინდა თუ შეიძლებაო გთხოვა ქალბატონმა. Bu şarkı göçle gelen Gürcüler arasında eskiden beri devam eden bir şarkı olması anlamında bu parçanın düet için bu projede yer alması biz Türkiye'de yaşayan Gürcüler için ayrı bir değer taşıyor. გამომდინარე იქიდან რომ ეს არის ძველი სიმღერა და ჩვენთან დიდი ხანია ეს სიმღერა შემორჩენილია და დიდი ხანია ამ სიმღერას უმღერით ძველი ქართველები. აი ამ დუეტს ჩვენთვის არა მხოლოდ მუსიკალური, კი, არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ სხვა დატვირთვაც აქვს. Bu parçanın Gürcüce müziğinin yanı sıra
Türkçe sözlerinin de bulunması daha geniş çevreye ulaşması anlamında bizim için daha sevindirici tabii ki. ეს თურქული თარგმანი რაც არის ამ სიმღერაში ნაწილი ეს ძალიან გახდის პოპულარულ თავისთავად ანუ თურქეთში იმიტომ რომ სამწუხაროდ არ ესმით თუ ამ ძალიან ბევრ ძველ ქართველმა არ იცის ქართული ენა და ვერ იგებს ანუ სიმღერის მნიშვნელობას და აი ეს თურქული ფრაზები რომელიც თქვა რომელსაც ნური ასრულებს ეს იქნება მართლა ძალიან ანუ წარმატებული. Arkasından yeni parçaları da bekliyoruz tabii ki. ამის გარდა აუცილებლად ველოდებ. კი, ეს ბაიარმაც შეასრულა ადრე შეჰინმა და კი, როგორ არა, გარმონზე ასრულებენ, სოსო ჩივაძე ყავდა თქვენთან გადაცემაში. და კი, როგორ არა, აი, ტაოკლარჯეთის და მაჭახელის მხარეს არის შემორჩენილი ჩვენი უამრავი ძველი ქართული სიმღერები და ერთ-ერთი არ გახლავთ ეს სიმღერაც. დიახ, და ეს მხოლოდ სიმღერა არ არის, ანუ იტოს ჩვენ ისტორიებს როგორც გამოჩნდა. რა თქმა უნდა, და ეს ისტორია ყველამ იცის იქ. მე მინდა დაგემშვიდობოთ და ჩემი თხოვნა რომ თქვენ ქართულად და თურქულად დაემშვიდობოთ ჩვენ მსმენელებს და მაყურებლებს ვინაიდან ჩვენ თურქეთში გვიყურებენ და გვისმენენ ჩვენ დიასპორის წარმომადგენლებიც და ეს ძალიან გაუხარდებათ მათ აი რა ასეთყვის მოდით დავიწყოთ ქალბატონ ნურგუზელმა программыз битио və Türkiyədə nasıl görüşürüz deyə bilirsiniz. Kartvelებს როგორ დაიმშვიდობება. Gürcülərə nasıl görüşürüz deyə bilirsiniz. Yəni nə deyə bilirsiniz? Türkiye'deki Gürcüler için. Türkiyədəki Gürcülər üçün yalnız değil, buradaki Gürcülər için. Beklediğimden çok daha büyük bir devletle ve çok daha güzel insanlarla karşılaştım. Molodino გადააჭარბა იმდენად კარგი ადამიანები შემხვდნენო. Gerçekten bir insanın nerede doğduğu değil, kendini nereye yakın hissettiği önemli. არ აქვს მნიშვნელობა სად დაიბადა ადამიანი, სად გრძნობს ბედნიერად თავს, იმას აქვს მნიშვნელობა. და თქვენ გრძნობთ აქ თავს ბედნიერად ჩანს. Ve siz burada mı mutlu oluyorsunuz diye. Evet. Oluyorum. Ve selamlarımı, sevgilerimi iletiyorum. Bu şarkıyı yaparken bir Gürcü kalbiyle hissettiğimi bilmelerini istiyorum. Am simღერის შესრულების დროს ქართულად რო გულისცემა ვიგრძნო ის მინდა არა მხოლოდ მე არამედ თქვენც. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ და ჩვენი გადაცემა ყოველთვის იქნება მხარდამჭერი ამგვარი პროექტების. ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისათვის და მსმენელებს შევახსენებთ. დიდი მადლობა. გაიხარეთ, დიდი მადლობა ყველას. და დიდი მადლობა რომ ჩვენთან მოხდა ამ სიმღერის ექსკლუზივად. თქვენ დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის. ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველების საზღვრებს გარეთ თეატრაზე, ქალბატონი სალომე ბარამიძე, სეზენ გონჩენი და ამ სიმღერის შემსრულებლები და ავტორები თურქი მომღერალი, თურქეთიდან ნურგუზელ ქესთანე და ქართველი მომღერალი დათო კენჭიაშვილი. ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით Radio 1G და გვიკავშირდით, გაგვიზიარეთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები. ამ გადაცემის ავტორი ნანა ლომიძე, ხმის რეჟისორი თინა სამბაძე, წამყვანი ია მახარაძე, მიმართულების პროდიუსერი ნათი აროლაძე. მიგრაციის მარშრუტები